სამეტრიანი თოვლის ნამქერი იტალიაში. მახრჩობელა მტვრის ქარიშხალის საბერძნეთში. ხელისკულის ხელასეთქვა არგენტინაში. ექსტრემალური წყალდიდობები რუსეთში. ახალი გამოშვება, ეს არის გასული კვირის კლიმატური მოვლენების ქრონიკა, რომლებიც ცვლიან ჩვენს სამყაროს. რუსეთი. უკვე მეორე კვირაა ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლები ექსტრემალური ნალექისგან იტანჯებიან. მარტის ბოლოს ვრცელმა ციკლონმა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში წყალდიდობები გამოიწვია, რამაც 30 ხიდი და 300-ზე მეტი შენობა დააზიანა, 100-ზე მეტი სახლი კი სრულად დაინგრა. დატბორილი სოფლებიდან ხალხი სატვირთო მანქანებით, მთელი ოჯახებით გამოჰყავდათ. რესპუბლიკის მთიან ნაწილში წყალი მხოლოდ სახლებში კი არ შედიოდა, არამედ რეცხავდა ფერდობებს, ადგილებდა ნიადაგს და ანგრევდა გზებს. ნოჟაიურთის რაიონში მეწყერმა ათობით სახლი დააზიანა. ქალაქ გროზნოში ორ დღეში 75 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც თვიურ ნორმას ორჯერ მეტად აღემატებოდა. ორ მუნიციპალურ რაიონში განადგურდა 860 ჰექტარზე მეტი საერთო ფართობის ნათესები, ასევე საწყობის დატბორვის გამო დაიკარგა 130 ტონა სათესლე ბრინჯი. დაღესტანს იმავე ციკლონმა ძლიერი წვიმები და შკვალური ქარი დაატეხა თავს. დაიწყო მასშტაბური წყალდიდობები, შეფერხებები წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სისტემების მუშაობაში. პიკის დროს შუქის გარეშე რესპუბლიკის 500-ზე მეტი მცხოვრები დარჩა. 300-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. მთებში მოხდა ქვათაცვენა და ხვარცოფული მასების ჩამოწოლა, რამაც დაარღვია სატრანსპორტო მიმოსვლა და ათობით დასახლებული პუნქტი გარეს სამყაროს მოწყვიტა. რეგიონის 5 ქალაქსა და 7 რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. საყრდენების გამო რეცხვის გამო 2 სარკინი გზოხიდი ჩაინდრა, რის შედეგადაც რამდენიმე მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. წყალდიდობისგან დაზარალებულ რაიონებში ინფექციური დაავადებების აფეთქების რისკის გამო მოსახლეობის სასწრაფო ვაქცინაცია დაიწყო ვირუსული ჰეპატიტი A-ს წინააღმდეგ. მაჰაჩკალაში მარტის ნალექების რაოდენობა რეკორდული გახდა ქალაქში დაკვირვებების მთელი ისტორიის მანძილზე და ნორმას 4.5-ზე მეტად გადააჭარბა. ძლიერ დაზარალდა ხასავიურთის რაიონიც. აქ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაადგილება მხოლოდ ნავებით იყო შესაძლებელი, ხალხი სატვირთო მანქანებით, ტრაქტორებითა და მსუბუქი ავტომობილებით გამოჰყავდათ. მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ დაიწყეს შინაური პირუტყვის გადარჩენა, რომელიც 2-3 დღე ღამის განმავლობაში დატბორილ ეზოებში იდგა. დაღესტანში მაგისტრალური ბოჭკოვან ოპტიკური ხაზების მრავალრიცხოვანი დაზიანების გამო რეგიონის სამხრეთ ნაწილში კავშირგაბმულობა სერიოზულად შეიზღუდა. 4 აპრილის მონაცემებით რესპუბლიკაში დატბორილი რჩებოდა 1065 საცხოვრებელის სახლი და საავტომობილო გზების 42 მონაკვეთი. მაგრამ 5 აპრილის ღამეს სტიქია კვლავ დაატყდა თავს დაღესტანს. ტალახიანი წყლის ნაკადებმა ისევ დაიწყო ადრე დაზარალებული დასახლებული პუნქტების ქუჩების დატბორვა. ტრასა, რომელიც ქალაქებს დერბენსა და მაჰაჩკალას აკავშირებს, დაიტბორა. მაშველებმა სახიფათო ზონებიდან ხალხის ევაკუაცია სახანძრო მანქანებითა და სხვა სპეცტექნიკით განახორციელეს. მაჰაჩკალაში ერთ დღე ღამეში თითქმის თვიური ნორმის ოდენობის ნალექი მოვიდა. წყალმა 3755 სახლი დააზიანა. ზედმეტად დატენიანებული ნიადაგის დაჯდომის გამო მრავალბინიანი სახლი ჩაინდრა, კიდევ 4 კი ჩანგრევის ზონაში აღმოჩნდა. დერბენში ორ დღეში 5.5-ჯერ მეტი წვიმა მოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ მთელი თვის განმავლობაში მოდის. მოხდა ქუჩებისა და ეზოებისგან მეორებითი დატბორვა. სოფელ კირკიში მეწყერმა სახლი დაანგრია, შედეგად დაიღუპა ადამიანი. დაღესტნის დერბენტის რაიონში გეჯუხის წყალსაცავზე დამბა გაირღვა. 4 დასახლებული პუნქტიდან პრევენციულად 4000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერ მადინებამ ფედერალურ ტრასაზე ავტომობილები წაიღო, 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, 2 სამწუხაროდ დაიღუპა. მთლიანობაში დაღესტანში დამანგრეველმა წყალდიდობებმა 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1 აპრილს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადს თავს ძლიერი თავსხმა დაატყდა. სულ რაღაც 2 საათში თითქმის თვიური ნორმის ოდენობის ნალექი მოვიდა. ქუჩებში ნამდვილი სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა. საცობებმა ათბალს მიაღწია, ავტომობილები კი დაიტბორა. ადამიანები მგზავრობდნენ ავტობუსებით, რომელთა სალონებშიც წყალი ლივლივებდა.
წვიმისგან დაზარალდა მაღაზიები, მიწისქვეშა პარკინგები და საცხოვრებელი სექტორი. ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, სანიაღვრე სისტემები გამართულ მდგომარეობაში იყო, თუმცა მათ უბრალოდ ვერ გაუძლეს ერთდროულად მოსული ნალექის ასეთ რაოდენობას. ქალაქის ზოგიერთ რაიონში მოვიდა სიტყვა მოვლენა, რომელიც ამ სეზონისთვის არატიპურია. ავღანეთი. ძლიერმა წვიმებმა, რომლებიც 26 მარტს დაიწყო, ავღანეთის პროვინციების უმეტეს ნაწილში დამანგრეველი წყალდიდობები გამოიწვია. ზოგიერთ ადგილას მოკლე დროში 100 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა თოვლის სეზონურმა დნობამ, განსაკუთრებით მთიან რაიონებში. სტიქიის შედეგად დაინგრა ან დაზიანდა დაახლოებით 5000 სახლი. წყობრიდან გამოვიდა წყალმომარაგების სისტემა. განადგურებულია 1000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და იღუპა ასობით სული პირუტყვი. ღაზნის პროვინციაში წყლის დონის უეცარი მატების გამო სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაშავდა, 1 ბავშვი კი დაკარგულად ითვლება. გადაუღებელი წვიმების გარდა 2 აპრილიდან რამდენიმე პროვინციაში ძლიერი თოვლი მოვიდა, მოვლენა, რომელიც რეგიონისთვის წელიწადის ამ დროს უკიდურესად უჩვეულოა. აყვავებული ხილის ხეები და უკვე ამოსული ნათესები თოვლით დაიფარა. სამხრეთ პროვინცია ზაბულში, სადაც ცხელი და მშრალი კლიმატი ჭარბობს, თოვლის საფარის სიმაღლემ ზოგან უპრეცედენტო 75 სანტიმეტრს მიაღწია. ანომალიურმა თოვლმა და კოკისპირულმა წვიმებმა შეაფერხა ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის საკვანძო ავტომაგისტრალებზე. დაიტბორა 350-ზე მეტი გზა. ქვათაცვენისა და მეწყრის გამო ასევე ჩაიკეტა ქაბული ჯალალაბადის ტრასა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტიქიამ სულ მცირე 99 სიცოცხლე იმსხვერპლა, 154 ადამიანმა კი დაზიანებები მიიღო. შტორმი ერმინიო. 1 აპრილს ევროპის სამხრეთს თავს დაატყდა შტორმი ერმინიო, რამაც გამოიწვია ძლიერი წვიმები, თოვლი და ჯექა ქუხილი. საბერძნეთის კუნძულ კრეტას ინტენსივობით იშვიათი ატმოსფერული მოვლენა დაატყდა თავს საჰარიდან წამოსული მტვრის მკვრივი ღრუბელი, რომელმაც წითელ ნარინჯისფერ ფერებად შეღება. ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. მტვრის ნაწილაკების შემცველობამ ნორმას რამდენჯერმე გადააჭარბა და ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური მაჩვენებელი გახდა. ადამიანები ჩიოდნენ თვალების წვასა და ყელის გაღიზიანებაზე და იძულებულნი იყვნენ ნიღბები ეტარებინათ. მოსახლეობის თქმით, მსგავსი ინტენსივობის ქარიშხალი აქამდე არ მომხდარა. ქუჩების, სახლები და ავტომობილები წითელი ტალახის ფენით დაიფარა, რაც მტვერთან შერეულმა წვიმამ გამოიწვია. სიტუაცია გართულდა, როდესაც ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ თითქმის 120 კმ/სთ მიაღწია. სატრანსპორტო მიმოსვლა დაირღვა, ავიარეისები გაუქმდა ან სხვა მიმართულებით გადაიგზავნა, მაღალი ტალღების გამო კი ბორნები პორტებში დარჩნენ. სხვა კუნძულებზე შტორმის გამო დაფიქსირდა პრობლემები ინფრასტრუქტურასა და ელექტრომომარაგებაში. კუნძულ პოროსზე კოკისპირულმა წვიმებმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. დაინგრა გზები, წყლის ნაკადებმა ავტომობილები წაიღო და ათობით სახლი დატბორა. ხოლო კუნძულებზე როდოსსა და კოსზე უზაზე მდგარი გემები დაზიანდა. საბერძნეთის მატერიკულ ნაწილში შტორმმა წყალდიდობები და სამაშველო სამსახურებში ასობით გადაუდებელი გამოძახება გამოიწვია. ატიკის რეგიონში, ათენთან ახლოს, სტიქიას ტრაგედია მოხდა, ნიამაკრის რაიონში მამაკაცი დაიღუპა. იმავე დღეს შტორმი ერმინიო იტალიასაც დაატყდა თავს, სადაც ზამთრის სიცივე და თოვლი კოკისპირულ წვიმებთან გაერთიანდა. ანომალიური თოვლი მოვიდა აბრუცოსა და მოლიზეს რეგიონების მთიან ტერიტორიებზე. კომუნა კაპრაკოტაში თოვლის ნამქერის სიმაღლე 2,5 მეტრს მიაღწია. მსგავსი მაჩვენებელი აპრილში სულ მცირე 40 წელი არ დაფიქსირებულა. მაელას მასივის რაიონში კი 3 მეტრიანი თოვლის საფარი გაზაფხულისთვის რეკორდული გახდა. მაშველები სამხედროებთან ერთად დაეხმარნენ ტურისტებს, რომლებიც უზარმაზარი ნამქერების გამო მთის სასტუმროში იყვნენ ბლოკირებულნი. მთისწინეთში კოკისპირულმა წვიმებმა ღელეები და მდინარეები აავსო, რამაც ქალაქებში ლოკალური წყალდიდობები გამოიწვია. აბრუცოს რეგიონში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ოსენტომ სარკინიგზო ხაზი დატბორა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ადრიატიკის სახელმწიფო ტრასაზე სატრანსპორტო მიმოსვლა სრულად შეწყდა მდინარე ტრინიოზე ხიდის ჩანგრევის გამო.
მოლიზეს რეგიონში სანაპიროზე მომხდარი შტორმის გამო ასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ბაზილიკა ტაშიკი რაპოლას კომუნაში გზის მონაკვეთი ჩაინდრა. ნიადაგის ჩამოწოლამ და საყრდენი კონსტრუქციის მეზობელი შენობები დააზიანა. სეტყვის შტორმები 31 მარტს არგენტინის მენდოსას პროვინციის სან-რაფაელის დეპარტამენტს მძლავრი შტორმი დაატყდა თავს. სულ რაღაც 15 წუთში წყლისა და სეტყვის უზარმაზარმა რაოდენობამ რეგიონის მისასვლელ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემები გამოიწვია. ადგილობრივი მაცხოვრებლები სეტყვის მარცვლების ზომამ შეაშფოთა. თვითმხილველები იტყობინებოდნენ ქათმის კვერცხის და ადამიანის ხელისყულის ხელაყინულის ქვების შესახებ. ქალაქ სან-რაფაელში სეტყვამ სახლების სახურავები გახვრიტა და ავტომობილები დააზიანა. ძარებზე ღრმა ნაჭდევები დატოვა, ფანჯრები კი ჩაამსვლია. სასოფლო რაიონებში ქარიშხალმა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წააქცია, რამაც მთელი რაიონები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თავსმაცვიმებმა გზები დატბორა და მოძრაობა პარალიზებული გახდა. ყველაზე სერიოზული დარტყმა აგრარულმა სექტორმა მიიღო, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველია. სეტყვამ ნათესები, ბაღები და ვენახები გაანადგურა. წარმოებლებმა ზარალის შეფასება მხოლოდ ახლა დაიწყეს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ დანაკარგები კოლოსალურია. მარტის ბოლოს შეერთებულ შტატებში ნიუ-ჯორკის შტატის დასავლეთ ნაწილი მძლავრი შტორმული სისტემის ტყვეობაში აღმოჩნდა, რაც გასცდა რეგიონისთვის ჩვეული ამინდის ყოველგვარ ფარგლებს. სტიქიის ძირითადი დარტყმა პატარა ქალაქ გოვანდაზე მოდიოდა. მაცხოვრებლების მოწმობით, მათ მსგავსი მანამდე არაფერი უნახავთ. სამკვეთრად დაბნელდა, სეტყვა კი ისეთი მჭიდრო ნაკადით წამოვიდა, რომ ქუჩაში ყოფნა სახიფათო გახდა. ქალაქის სკოლებში თავშესაფრის რეჟიმი გამოცხადდა. ყველა მოსწავლე და პერსონალი შენობებში უნდა დარჩენილიყო ამინდის გაუმჯობესებამდე. თვალის დახამხამებაში ქუჩები ყინულის ფენით დაიფარა, სეტყვის მარცვლების ზომა 4 სანტიმეტრს აღწევდა. მათ ვარდნასთან სდევდა ხმა მაღალით კაცუნი, თავად ყინულები კი ისეთი ძალით ეცემოდა, რომ ავტომობილებს ანადგურებდა, შენობების ფანჯრებს ამსხვრევდა და სახლების გარემო პირკეთებას აზიანებდა. ძლიერმა თავსხმაცვიმებმა რამდენიმე ოლქში დატბორვა გამოიწვია. გზები ზოგან გაუვალი გახდა, ავტომობილები წყალში იჭედებოდა, მათ შორის გზაგამტარების ქვეშ. ალეგეინის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. ქალაქ ბუფალოში ერთ დღე-ღამეში 38 მმ ნალექი დაფიქსირდა. ეს არის 31 მარტის რეკორდული მაჩვენებელი დაკვირვებების მთელი 140-წლიანი ისტორიის მანძილზე. შტორმსთან ახლდა შკვალური ქარი და ელჭექი. ერთმა დადასტურებულმა E1 კატეგორიის ტორნადომ ხეები წააქცია და ცალკეული ნაგებობები დააზიანა საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე. აპრილის დასაწყისში ჩინეთის სამხრეთ რეგიონებმა ექსტრემალური ამინდის იშვიათი ტალღა გადაიტანეს. ორ რიცხვში გუიჯოუს პროვინციის გუიანის ოლქს თავს დაატყდა ჯექა ქუხილის სუპერუჯრედი ძლიერმა თავსმაცვიმებმა, ქარმა, რომლის სიჩქარე 25 მეტრს წამს აღწევდა და სეტყვამ 15 მაზრა მოიცვა. ზოგიერთ დასახლებაში სეტყვის მარცვლების ზომა 3 სანტიმეტრს აღწევდა. ქუჩებში ნამდვილი ყინულის მდინარეების წარმოიქმნა. აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოდან მოყოლებული ეს გუიჯოუს პროვინციაში სეტყვის უკვე სულ მცირე მეოთხე შემთხვევაა, ასეთი სიხშირე იშვიათობად ითვლება მთელი ქვეყნის მასშტაბითაც კი. მომდევნო დღეს მსგავსი სურათი დაფიქსირდა გუანსის პროვინციაში. ჩუნძოს ოლქის რამდენიმე მაზრაში გზები დაგროვილი სეტყვისგან გათეთრდა. იგი იმდენად ბევრი იყო, რომ ქუჩები თოვლით დაფარული გეგონებოდათ. დასახლებული პუნქტების ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა, სახლებმა და ავტომობილებმა კი სერიოზული ზიანი მიიღეს. სულ რაღაც ერთ კვირაში მსოფლიო ერთდროულად ანომალიური სეტყვის რამდენიმე შემთხვევას შეეჯახა, რომელთაგან თითოეული არატიპური ნიშნებით გამოირჩეოდა, გიგანტური ზომით, არასეზონურობითა და უპრეცედენტო რაოდენობით. თანაც ეს ყველაფერი პლანეტის სხვადასხვა წერტილში პრაქტიკულად სინქრონულად ხდებოდა. ამის დამთხოვად წოდება უკვე რთულია, ეს მზარდი ტენდენციის გამოვლინებაა. სულ უფრო მძლავრი სეტყვის შტორმების ფონზე მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტორზე, რომლის შესახებაც ადრე თითქმის არ საუბრობდნენ. საუბარია მიკრო და ნანოპლასტიკზე, რომელიც დღეს უკვე ფართოდ არის გავრცელებული ატმოსფეროში და პირდაპირ გავლენას ახდენს ღრუბლებისა და ნალექების ფორმირების პროცესებზე.
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ეს ნაწილაკები კონდენსაციის ბირთვებად გვევლინებიან და აჩქარებენ წყლის წვეთების გაყინვას, თანაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე, არა -38 გრადუს ცელსიუსზე, როგორც ჩვეულებრივ, არამედ -18-დან -24 გრადუსამდე დიაპაზონში. ამიტომ ყინული უფრო სწრაფად და დაბალ სიმაღლეებზე ფორმირდება, რაც უფრო მსხვილ კრისტალებს წარმოქმნის. აღმავალი ნაკადებით გატაცებულნი, ისინი მრავალჯერადად იზრდებიან ახალი ფენებით და უფრო მასიურ ყინულებად იქცევიან. შედეგად სეტყვა უფრო მსხვილი და მკვრივი ხდება, მისი დამანგრეველი ძალა კი იზრდება. ამასთან, მიკრო და ნანოპლასტიკის გავლენა კლიმატურ მოდელებში ჯერჯერობით პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული, რაც მსგავს მოვლენებს სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებად ხდის. ის, რაც ოდესღაც უწყინა რამინდის მოვლენად გვეჩვენებოდა, ახლა ანგრევს სახლებს, ანადგურებს მოსავალს, აზიანებს ინფრასტრუქტურას და ადამიანების სიცოცხლესაც კი იცირავს. ფაქტები თავისთავად მეტყველებენ. სეტყვა უკვე სრულუფლებიან დამანგრეველ კატაკლიზმად იქცა.